ფოტოები უცნაური რამაა. ისინი თითქოს დროში გაყინულ მომენტს ასახავენ, მაგრამ ზოგიერთი ფოტოს უკან საკმაოდ შემზარავი ისტორია იმალება. დაწყებული მეგობრებიდან, რომლებმაც ფოტო სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღეს, დამთავრებული უწყინარი ხედით, რომელიც საშინელ საიდუმლოს ინახავს, ამ ეპიზოდში ჩვეულებრივი ფოტოების ბნელ ისტორიებს მოგიყვებით. მოგზაურობა უამრავ საინტერესო მომენტთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომაც ჰოლანდიელმა სტუდენტებმა კრის კრემერსმა და ლისან ფრონმა 2014 წელს პანამაში გამგზავრება გადაწყვიტეს. ისინი ქვეყანაში მოგზაურობას და ადგილობრივი ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარებას გეგმავდნენ და როდესაც ამ ფოტოს შეხედავთ, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ სინამდვილეში მეგობრებმა საშინელი შეცდომა დაუშვეს. ეს ფოტო 1 აპრილსაა გადაღებული, მას შემდეგ რაც კრისი და ლისანი ქალაქ პაკეტში ნაქირავების სახლიდან ტყის დასათვალიერებლად წავიდნენ. წასვლის მათთან ძაღლი წაიყვანეს. საღამოს ძაღლი სახლში მათ გარეშე დაბრუნდა. სახლის მფლობელმა ერთი დღე მოცდა გადაწყვიტა, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც გოგონების შესახებ კვლავ არაფერი ისმოდა, მან პოლიციას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ქალაქი და მის გარშემო მდებარე ტყე საგულდაგულოდ დაათვალიერა, მათ გოგონების კვალს ვერსად მიაგნეს. 10 კვირის შემდეგ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მდინარის პირას სურგჩანთა აღმოაჩინა. მასში პირადი ნივთები, ლისანის ფოტოკამერა და 2 მობილური იდო. პოლიციამ მოწყობილობები შეამოწმა და რამდენიმე საინტერესო დეტალსაც მიაგნო. გოგონების გაუჩინა 4 დღით ადრე მათ პოლიციაში 77 ჯერ დარეკეს, მაგრამ ჯუნგლებში ცუდი მიღების გამო ისინი კავშირზე მხოლოდ ერთხელ გავიდნენ. 2 წამის შემდეგ კავშირი გაწყდა. გარდა ამისა, 6 აპრილს კრისის მობილურზე ვიღაც ბლოკის მოხსნას უშედეგოდ ცდილობდა. 11 რიცხვში ორივე ტელეფონი დაჯდა, მაგრამ განსაკუთრებულ ინტერესს ფოტოაპარატზე დაფიქსირებული კადრები იწვევს. ერთ-ერთ ფოტოზე უცნაური ჩრდილი ჩანს, რომელიც წესით არც ერთ გოგოს არ ეკუთვნის. საინტერესო კი ისაა, რომ მომდევნო კადრებზე მათ სახეებზე ღიმილს ვეღარ შენიშნავთ. შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხევა იყოს. ან მათგან წყობაზე ვიღაცა უარყოფითად იმოქმედა. რაც არ უნდა იყოს, უკანასკნელი ფოტოები ნამდვილად შემაშინებელია. ისინი 8 აპრილს 1 საათიდან 4 საათის შუალედშია გადაღებული. გოგონების გაუჩინარებიდან 7 დღის შემდეგ. კადრებზე თვითნაკეთი მანიშნებლები, ტყის შემთხვევითი ფოტო და კრისის თავი ჩანს. პოლიციამ განმეორებითი სამძებრო სამუშაოები იმ ადგილას დაიწყო, სადაც სურგჩანთა იპოვეს. სამწუხაროდ მალევე გოგონების ძვლები და კრისის ტანსაცმელი აღმოაჩინეს, რომელიც მდინარის პირას იდეალურად დაკეცილი ეწყო. ეს ფაქტი კი საკმაოდ უცნაურია. ამ საზარელი აღმოჩენის შემდეგ გამომძიებლებმა ადგილობრივები, ექსკურსიამძღოლები და ტურისტები დაკითხეს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. დღემდე ეს საქმე გაუხსნელი რჩება, მაგრამ არსებობს რამდენიმე საინტერესო თეორია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კრისი და ლისანი ბილიკიდან გადავიდნენ და ტყეში დაიკარგნენ. ეს შეცდომა მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ, მაგრამ მათი ექსკურსიამძღოლი ამტკიცებდა, რომ ტყეში დაკარგვა შეუძლებელი იყო, რადგანაც იქ ყოველ ნაბიჯზე მანიშნებლებია განთავსებული, მაგრამ იქნებ გოგონები ვიღაცას გაურბოდნენ და სწორედ ამიტომაც შევიდნენ ისინი ტყის სიღრმეში. ასეთ შემთხვევაში ეს უცნაური კადრები შესაძლოა იმის შეშინების მცდელობა იყოს, რისგანაც ისინი გარბოდნენ. ზოგიერთი ამ ვერსიას ეფუძნება, მაგრამ ფოტოებზე უცხოპირი ან რაიმე ცხოველი არ ჩანს. დიდი ალბათობით გოგონები ფოტოკამერის განათებას გზის გასაგნებად იყენებდნენ, მაგრამ ეს თეორია მდინარის პირას კრისის იდეალურად დაწყობილი ტანსაცმლის მიზეზს ვერ ხსნის, მაგრამ იქნებ მათ გაუჩინარებაში სხვა ადამიანი იყოს დამნაშავე. საინტერესოა, რომ ფოტოკამერაზე ერთი კადრი წაშლილია. ეს ინფორმაცია კამერაზე არსებულ ჩანაწერებში ჩანს. 509 ფოტო, რომელიც ამ კადრსა და ღამით დაფიქსირებულ უცნაურ კადრებს შორისაა გადაღებული, რატომღაც წაშლილია. რატომ წაშლიდნენ ისინი ერთ შემთხვევით ფოტოს მაშინ, როდესაც კამერაზე სხვა მრავალი შემთხვევითი კადრი წაუშლელია. იქნებ ეს ფოტო ვიღაც სხვამ წაშალა, რადგანაც მასზე რაიმე სახის მტკიცებულება იყო აღბეჭდილი. შესაძლოა ეს დამნაშავემ გააკეთა. ზოგიერთი თვლის, რომ ამ საქმეში გოგონების ექსკურსიამძღოლია გარეული. როდესაც ისინი დილით ჩანიშნულ ექსკურსიაზე არ მივიდნენ, ექსკურსიამძღოლმა მათ სახლში მიაკითხა და როგორც მეზობლები ამტკიცებენ, მან სახლში 30 წუთი გაატარა. მაგრამ რას აკეთებდა ის სახლში 30 წუთის განმავლობაში? არსებობს ვერსია, რომ გოგონებს ექსკურსიამძღოლისთვის საერთოდ არ მიუმართავთ და მან სახლში სავიზიტო ბარათი ალიბის შესაქმნელად დატოვა. საინტერესოა ისიც, რომ მოგზაურთა საიტზე ექსკურსიამძღოლს ერთი ნეგატიური შეფასება აქვს. კომენტარებში ხალი წერს, რომ ექსკურსიამძღოლი მას ზედმეტად ეხებოდა და გარდა ამისა, ხუმრობით მაჩეტეთი თავდასხმითაც წაემუქრა. ეს კომენტარი კრისის და ლისანის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგაა დაწერილი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი თეორია, რომლის დამამტკიცებელი ფაქტებიც არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, კრისი და ლისანი უბრალოდ ჯუნგლებში დაიკარგნენ თუ ამ ისტორიაში ვინმეა დამნაშავე? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. ასე სხვა მრავალი საინტერესო ვიდეო არ გამოგრჩებათ. ამ ფოტოზე აღბეჭდილ ბიჭს ბედნიერი სახე აქვს. ერთი შეხედვით ის თითქოს პიკნიკზე წასასვლელად ემზადება. სინამდვილეში ეს მომღიმარი ბიჭი ჰაროლდ აგნიუა, ამერიკელი ფიზიკოსი, რომელიც 1942 წელს ბირთვული ჯაჭვური რეაქციის მომსწრე გახდა და 3 წლის შემდეგ პირველი ატომური ბომბის შექმნაში მონაწილეობაც კი მიიღო. მას ხელში პლუტონიუმის ბირთვი უჭირავს. ამ ბირთვს მოგვიანებით იმ ატომურ ბომბში ჩადებენ, რომელიც 1945 წელს ქალაქ ნაგასაკიში ჩამოაგდეს. აფეთქებას 80,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფოტო 1945
წელს წყნარ ოკეანეში მდებარე ტინიანის კუნძულზეა გადაღებული, სადაც პროექტ ალბერტაზე მუშაობდნენ. პროექტის ფარგლებში ატომური ბომბი უნდა შეექმნათ. იმ ცნობილ დღეს ჰაროლდი თვითმფრინავის სახელწოდებით დიდებული მსახიობის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც იმ თვითმფრინავის უკან მიფრინავდა, რომელმაც ბომბი ნაგასაკიში ჩამოაგდო. თვითმფრინავიდან მან რამდენიმე შთამბეჭდავი და ამავე დროს შემზარავი კადრებიც გადაიღო, რომელიც შთაბეჭდილებას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ დღეს ქალაქის თავზე. 2015 წლის 26 თებერვალს 17 წლის დაილენ ჰოამ ჰავაის კუნძულებზე მდებარე პოპულარულ ტურისტულ ბილიქზე გასეირნება გადაწყვიტა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. დაილენი იმ დროს სტუმრად ბებიასთან იმყოფებოდა, რომელმაც კარგად იცოდა ბილიქზე არსებული საფრთხეების შესახებ, მაგრამ მისი გაფრთხილებების მიუხედავად ახალგაზრდა მაინც წავიდა. 1.2 კილომეტრის სიგრძის ბილიქს ჰაიკუს კიბეს უწოდებენ და ის მეტალისგან დამზადებული 4000 საფეხურისგან შედგება. ზოგიერთ ადგილას კიბეების სიგანე 9 მეტრზე ნაკლებია, ასე რომ ერთი არასწორი ნაბიჯი საკმარისია იმისთვის, რათა ადამიანი 610 მეტრიდან გადავარდეს, მაგრამ ბიჭს მწვერვალზე ასვლა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბილიკი ტურისტებისთვის ოფიციალურად 1987 წელს დახურეს. დასაწყისისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბიჭმა რამდენიმე ფოტოც გადაიღო და ისინი ოჯახის წევრებს გაუგზავნა, მაგრამ 26 თებერვალს დაახლოებით ღამის 11 საათზე დაილენი გაუჩინარდა. როდესაც მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციას შეატყობინეს, მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მოხალისეებმა ჰონოლულუს სახანძრო განყოფილებამ, ოჯახის წევრებმა და ამერიკის ფლოტმაც კი მიიღო, მაგრამ 3 მარტისთვის გაუჩინარებიდან 5 დღის შემდეგ დაილენის კვალი კვლავ არ საჩანდა. მალევე ბიჭის მშობლებმა ერთ-ერთ ფოტოზე უცნაური დეტალი შეამჩნიეს. ხედავთ ფოტოზე რაიმე უჩვეულოს. თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ თითქოს ბუჩქებში ვიღაც იმალება. შესაძლოა ეს სხვა მოგზაური ყოფილიყო, მაგრამ დაილენი ამ ფოტოს გადაღებიდან მალევე გაუჩინარდა. იქნებ ეს ადამიანი ახალგაზრდას გაუჩინარებაში დამნაშავე, ან იქნებ დაილენმა ფოტო მის შესაშინებლად, ან მტკიცებულებების შესანახად გადაიღო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ 2 მარტს ტურისტების ჯგუფს ყვირილი შემოესმათ. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია საგულდაგულოდ დაათვალიერა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაფერი აღმოუჩენიათ. ოფიციალური ვერსიის თანახმად, დაილენს ფეხი დაუწდა და ის ბილიკიდან გადავარდა. სავარაუდოა, რომ მან კიდევ რამდენიმე დღე იცოცხლა, მაგრამ მისი პოვნა ვერავინ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურმა დაილენის ძებნა 3 მარტს შეწყვიტა, მას კიდევ რამდენიმე წელი ეძებდნენ. მეორე თეორიის მიხედვით, ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი ბიჭის გაუჩინარებასთან პირდაპირ კავშირშია. ჰონოლულუს პოლიციამ უცნობის მოძებნას სცადა, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა. გაიტაცა თუ არა უცნობმა დაილენი. თუ ასეა, მაშინ ვისი ხმა ესმოდათ ტურისტებს? ამ კითხვებზე პასუხი უცნობია. ახალი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ქალაქის საბჭომ 2021 წლისთვის კიბის დემონტაჟი განახორციელა. გადაჯვარედინებული ფეხები, ღიმილის სახეზე, მზიანი ამინდი და წიგნი ხელში. დეივიდ ჯონსტონი ამ ფოტოზე ბედნიერად გამოიყურება, მაგრამ 13 საათის შემდეგ მისგან აღარაფერი დარჩება. ილინოისში დაბადებულმა დეივიდმა 1971 წელს გეოლოგიის ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა, რის შემდეგაც მან ვაშინგტონის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო. მას ძალიან აინტერესებდა ვულკანები. მალევე ბიჭმა მუშაობა ამერიკის გეოლოგიურ ინსტიტუტში დაიწყო, სადაც ის ვულკანების აქტივობას შეისწავლიდა. 1980 წელს 2530 მეტრის სიმაღლის მთის სენტ ჰელენსის მიმდებარედ 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც 123 წლის განმავლობაში პირველად ვულკანის გაღვიძება გამოიწვია. ჯონსტონი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ამ ვულკანის აქტივობის შესწავლა დაიწყო. ის ყოველდღიურად იკვლევდა ვულკანურ აირებს და რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა ცდებს ატარებდა. ის იმდენად იყო გატაცებული თავისი საქმით, რომ ხანდახან ექსპერიმენტების ჩასატარებლად ვულკანის კრატერშიც კი ჩადიოდა, მაგრამ 1980 წლის 18 მაისი მისი ცხოვრების უკანასკნელი დღე გახდა. იმ დღეს ჯონსტონი მთიდან თითქმის 9 კილომეტრის მოშორებით განთავსებულ ობსერვატორიაში იმყოფებოდა. აქამდე მან თავისი ასისტენტი ჰარი გლიკინი შეცვალა. სწორედ მან გადაუღო დეივიდს ეს ცნობილი ფოტო. 13 საათის შემდეგ 18 მაისს დილის 8 საათსა და 32 წუთზე ჯონსტონმა ვაშინგტონში უკანასკნელი შეტყობინება გაგზავნა. მისი უკანასკნელი სიტყვები შიშის ნაცვლად აღფრთოვანებით იყო სავსე. ამის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა. ყინულისა და ქვებისგან წარმოქმნილი მეწყერი მთის ჩრდილოეთ ფერდობიდან პირდაპირ ჯონსტონისკენ წამოვიდა. ვულკანიდან ამოფრქვეული მასა 4-ვე მიმართულებით 483 კილომეტრი/საათის სიჩქარით დაიძრა. 6 წუთში ვულკანის გარშემო მდებარე 600 კვადრატული კილომეტრი უდაბნოდ გადაიქცა. თვლისათქმელია, თუ როგორი იყო ჯონსტონის უკანასკნელი წუთები, მაგრამ ეს აუცილებლად საშინელი იქნებოდა. ძებნის მიუხედავად მის გვამს ვერსად მიაგნეს. იმ დღეს მის გარდა კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ ჯონსტონმა და რამდენიმე მკვლევარმა ვულკანის ტერიტორიაზე შესვლა მის ამოფრქვევამდე 3 დღით ადრე აკრძალა. დღეისათვის დეივიდი ვულკანოლოგიაში მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება, ხოლო ობსერვატორიის ტერიტორიას ახლა ჯონსტონის უღელტეხილს უწოდებენ.
ოდესმე თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოზე უცნაური სილუეტები შეგინიშნავთ, მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ თუ კოლორადოს მაცხოვრებელს ჯო მარტინესს კითხავთ, ის აუცილებლად დაგეთანხმებათ. 1999 წელს ჯო საკუთარ მეუღლესთან ერთად ერთ-ერთი ნათესავის 50 წლის იუბილეზე მივიდა, სადაც წყვილმა ფოტო გადაიღო. წვეულებაზე მათ კარგი დრო გაატარეს და მოგვიანებით სახლში დაბრუნდნენ. მაგრამ 8 წლის შემდეგ, 2007 წელს, ალბომის დათვალიერებისას მათ ისეთი რამ აღმოაჩინეს, რამაც სოლქმარი საკმაოდ შეეშინა. ჯოს ზურგს უკან რაღაც არსება ჩანს, რომელიც გაბრაზებულ ძაღლს მოგვაგონებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სახე დემონს ეკუთვნის. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჯოს აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ფოტოზე გამოსახული უცნაური ფიგურის თანახმის შემდეგ მან ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა. ახლა ამ ფოტოს ის ყოველთვის თან ატარებს, რათა მუდმივად ახსოვდეს წარსულის შეცდომები, მაგრამ გამოსახულია თუ არა რეალურად ამ ფოტოზე რაიმე ზებუნებრივი. ან იქნება ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა მოეძებნება. ფოტოგრაფიის ექსპერტმა ჯონ დევენპორტმა ფოტოს შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ის მექანიკურად შეცვლილი არაა. დიდი ალბათობით ეს პარეიდოლიის შემთხვევაა, ფენომენის, რომლის დროსაც ადამიანები უსულო სხეულებში სახეებს ხედავენ, მაგრამ რა შეიძლება იყოს ეს რეალურად? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. როგორც წესი, ყველაზე უცნაური რაც ფოტოს გადაღების დროს შეიძლება მოხდეს, ეს ცუდი განათებაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ყველაფერი ტრაგიკულად სრულდება. ერთ დღეს 15 წლის ესარიკერი, კელსი ვებსტერი და მისი 13 წლის და სავანა იუტაში მდებარე კანიონის მიმდებარედ სეირნობდნენ. მოულოდნელად გოგონებს მატარებლის ხმა შემოესმათ და მალევე მათ წინ განთავსებული ლიანდაგიც დაინახეს. შორიდან მატარებლის ხმა ისმოდა და გოგონებმა მომავალ მატარებელთან სელფის გადაღება გადაწყვიტეს. ისინი რკინიგზის ლიანდაგზე დადგნენ და ფოტო იმ დროს გადაიღეს, როდესაც მათ მატარებელი მიუახლოვდათ. მალევე სავანამ ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ეს იყო უკანასკნელი, რაც მან თავის სიცოცხლეში გააკეთა. გოგონები ფოტოს გადაღების პროცესით იმდენად გაერთნენ, ხოლო მატარებლის ხმა ისეთი მაღალი იყო, რომ მათ საპირისპირო მხრიდან მათკენ მიმავალი მეორე მატარებელი ვერ შენიშნეს. მე მანქანას თქმით, ისინი გზაზე მხოლოდ 12 წამის განმავლობაში გამოჩნდნენ, მაგრამ ეს დრო დროული რეაქციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 89 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ მატარებელს 1 კილომეტრზე მეტი დისტანცია სჭირდება, რათა მან დროული გაჩერება მოასწროს. სამწუხაროდ სამივე მათგანი გარდაიცვალა. 2014 წელს Reddit-ზე დაისვა კითხვა თუ რა უნახავთ ლაშქრობის დროს ადამიანებს ყველაზე შემაძრწუნებელი. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეს ფოტო გამოაქვეყნა. თუ კადრს მივაახლოვებთ, მას ზედკივილისგან დატანჯული ქალის სახეს დავინახავთ. Reddit-ის მომხმარებელი იმ დღეს მეგობრებთან ერთად კალიფორნიაში, სანტა-ბარბარას პოპულარულ ბილიკზე იმყოფებოდა. ამ ადგილას 46 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს და მეგობრებმა მის სიახლოვეს რამდენიმე ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ კადრში 22 წლის სეილორ გილიამსიც მოხვდებოდა. ერთი დღით ადრე გოგონა მეგობართან ერთად ჩანჩქერის სანახავად წავიდა, მაგრამ გზაში ისინი დაიკარგნენ. გზის პოვნის მცდელობისას სეილორის სიმაღლიდან გადავარდა და ფეხი მოიტეხა. მისმა მეგობარმა ვეგამ მისი წაყვანა სცადა, მაგრამ ამჯერად ორივე წაიქცა. რა დროსაც ბიჭმა ხელი იხრძო. სეილორს სიარული არ შეეძლო. ამიტომაც ვეგა დახმარების საძებნელად მარტო წავიდა, მაგრამ ის უკან აღარ დაბრუნებულა. გოგონა მთელი ღამე ყვიროდა და მთენისას კი მას ძალა გამოეცალა. საბოლოოდ დახმარება მაინც მოვიდა. საინტერესოა, რომ ლაშქრობაში წამოსული მეგობრები იმ დღეს ჩანჩქერის ერთადერთი სტუმრები იყვნენ. ერთ-ერთმა გოგონამ თვალი წითურთ მას მოჰკრა. მიახლოებისას სამმა მეგობარმა სეილორი შენიშნეს. ის უკვე გონებას კარგავდა. გოგონა ვერტმფრენით კლინიკაში გადაიყვანეს. საბედნიეროდ ის გადარჩა, რასაც ვერ ვიტყვით მის მეგობარ ვეგაზე. როგორც აღმოჩნდა, ბიჭი ბილიკიდან გადავარდა და ამჯერად დაცემა მისთვის ფატალურად დასრულდა. რომ არა სეილორის წითური თმები დიდი ალბათობით მასაც მსგავსი დასასრული ელოდა. ოდესმე ყველაფრისგან გაქცევასა და სადმე მყუდრო ადგილას მოხვედრაზე გიფიქრიათ, 1990 წელს ჯორჯიაში ემორის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კრისტოფერ მაკკენლის სწორედ ეს უნდოდა. 2 წლის შემდეგ სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილმა კრისტოფერმა ეს ფოტო გადაიღო, რაც მის ცხოვრებაში უკანასკნელი რამ აღმოჩნდა. მან დაწერა, რომ უფლის წყალობით ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა და ამის შემდეგ ყველას დაემშვიდობა. მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ ფოტოზე მისი მომღიმარის სახის მიუხედავად, კრისტოფერს ბედნიერი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. შესაძლოა ეს სახელი თქვენთვის ნაცნობიც იყოს, რადგანაც მისი ისტორია ერთ-ერთ წიგნში, სახელწოდებით ველურ გარემოში აღწერილი. კრისი წარმატებული სტუდენტი იყო და მდიდარი მშობლებიც ჰყავდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებამ მას იმედი გაუცრუა, რომელიც როგორც ის ამბობდა, ადამიანებს წამლავდა. ამ საზოგადოებისგან შორს ყოფნის სურვილით შეპყრობილმა კრისმა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციას $24,000 შესწირა. სახლი დატოვა და მოგზაურობაში გაემართა. კრისი მინიმალური ბიუჯეტითა და ნივთებით მოგზაურობდა, რადგანაც მას წარსული ცხოვრების დავიწყება სურდა. ამიტომაც მან გამოგონილი სახელი ალექსანდრ სუპერტრამპი
დაერქვა, რომელიც ერთ-ერთ წიგნში ამოიკითხა. მან მოგზაურობა მანქანით დაიწყო, მაგრამ წყალდიდობის გამო მისი დატოვება მოუწია. საინტერესოა, რომ კრისი რუკას არ იყენებდა. ეს ყველაფერი კი smartphone-ების გამოჩენამდე მოხდა. რაც არ უნდა იყოს, მან ჩრდილოეთ ამერიკის მრავალი ქალაქი მოინახულა და 1992 წელს ალასკამდე მიაღწია. ეს ადგილი მისი უკანასკნელი დანიშნულების პუნქტი გახდა. ფინალური მოგზაურობის დროს ის ქალაქი ფეირბენქსიდან სტემპიდის ბილიქს გაუყვა. სახიფათო ადგილს, რომლის გავლისთვისაც სერიოზული მომზადებაა საჭირო, მაგრამ კრისი ამისთვის მოუმზადებელი იყო. მას მხოლოდ 4.5 კილოგრამი ბრინჯი, ალასკას ძველი რუკა, რამდენიმე წიგნი და შაშხანა ჰქონდა, რომლითაც დათვის მოგერიებაც კი არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, ის უკეთესი აღჭურვილობის ყიდვის იდეას არ დასთანხმდა. ბილიკი ნამდვილად რთული გამოწვევა აღმოჩნდა, მაგრამ კრის საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა. საბოლოოდ მან მიტოვებული ავტობუსი აღმოაჩინა და ამ ადგილას ბანაკის მოწყობა გადაწყვიტა. კრისი ყოველდღიურად იწერდა, თუ რას მიირთმევდა ის დღის განმავლობაში. როგორც წესი, ის კენკრითა და მცირე ზომის ცხოველებით იკვებებოდა. 94 დღეს მან დაწერა, რომ თავს საკმაოდ ცუდად გრძნობდა და მის ასეთ მდგომარეობაში კარტოფილის მზესუმზირა იყო დამნაშავე. 6 დღის შემდეგ კრისი წერს, რომ ის ველური ბუნების ხაფანგში მოექცა და თანაც ამ დროს მას ბანაკის დატოვება უკვე აღარ შეეძლო. ეს ფოტოც დაახლოებით ამ პერიოდშია გადაღებული. 6 სექტემბერს მონადირეებმა მისი გვამი მიტოვებულ ავტობუსში აღმოაჩინეს. ამ დროს ის 30 კილოგრამს იწონიდა, რაც საშუალო ამერიკელის წონის 1/13-ია. ვარაუდობენ, რომ კრისი 18 აგვისტოს შიმშილისგან გარდაიცვალა. ავტობუსზე მან უკანასკნელი წერილი დატოვა. როგორც ჩანს, სიცოცხლის ბოლო დღეებში ის ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობას მიხვდა, მაგრამ ამ დროისთვის ყველაფერი უკვე გვიანი იყო.